საგურამოს მოსახლეობა ენერგოპრო ჯორჯიას წინააღმდეგ მოსახლეობა ირწმუნება, რომ იანვრის თვის ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო გაორმაგებული მიუვიდათ. მოსახლეობა კომპანიას გადასახადის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. საგურამოში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი ელექტროენერგიის გაორმაგებულმა გადასახადმა გამოიწვია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო იანვრის თვეში დენის გადასახადი იმაზე მეტი მიუვიდათ, ვიდრე აქამდე იხდიდნენ. გაზრდილი მოვიდა ორმაგად, გადასახადი მოვიდა გაზრდილი ყველასთან, ყველა ოჯახში. ფაქტია, რომ რაღაცას თამაშობენ და ხალხის ნერვებზე თამაშობენ, რაც ყველაზე მთავარია. ერთ თვეში არის 40 ლარი, მეორე თვეში არის 50, ნელა-ნელა უმატებენ და ალბათ ბოლოში სახლს გაგვაყიდინებენ. დეკემბერში გადავიხადე 51 ლარი, წინა თვეში 21, იმისთვის 28. და რისი ბრალია თუ მიმართეთ ენერგო? კი, დავრეკეთ და გვითხრეს მოვალთ შევამოწევთო. მოვიდნენ, აი ეს სოჩიკი გახსნეს და თქვეს რომ ისო რა ქვია, ალბათო რამე სადმე რამე გადააქო. გადარეკა მერე, გადმორეკა და წავიდა. არაფერი პასუხი არ გაგვცად. მოსახლეობა კომპანიას გადასახადის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს. საგურამოში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ იანვრის თვეში ელექტროენერგიას ისევე მოიხმარდნენ, როგორც ადრე. არანაირი პლიტა არ ჩამირთავს, არანაირი გამათბობელი, ელექტროგამათბობელი. ჩვეულებრივად როგორც ვიყენებდით ამდენს, ისე იყო, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ რიცხველები გააფუჭეს. იმიტომ რომ ეს რაც მოგვივიდა ეს ქვითრის მესიჯი, ხო? რაც მოგვივიდა, ვამოწმებ ყოველ დღე და 7-დან 10 კილოვატამდე იწერება. ენერგოპრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ იანვრის თვეში გადასახადი დღესასწაულების გამო ყოველწლიურად იმატებს. ავთოდვალიშვილი იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ გადასახადი იმაზე მეტი მიუვიდათ, ვიდრე ნორმაა, მოუწოდებს კომპანიას წერილობით მიმართონ, რის შემდეგაც საქმის შესწავლა მოხდება. ყველა იმ აბონენტის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად და ცალკე ვინც ასეთ პრეტენზიას ან ასეთ ეჭვს გამოთქვამს და გადაწყდება შესაბამისად მოპოვების შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ ნამდვილად დარიცხვის შეცდომა იყო დაუკორექტირდება და ახალი ქვითარი მიუვან ახალი SMS-ი, ან იმ შემთხვევაში თუ ასე არ მოხდება და დადგინდება, რომ არაფერთან არ არის საქმე, შეცდომა არ არის გაპარული, მაშინ კვალიფიციური პასუხი მიეცემა. საგურამოში მცხოვრები მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ენერგოპრო ჯორჯია დავალიანების დაკორექტირებას უზრუნველყოფს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციების გამართვით ამჯერად თბილისში იმუქრებიან.